ახლა გვერდება საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ მიქაძე და პროფესიონალებში საქართველოში პირველი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ობოლაძე. დღეს ამინდის პროგნოზს სწორედ ისინი გაგვაცნობენ. დილამშვიდობისა გიორგი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საკმაოდ უკვე ესეთი აქტიურობაა შენს უკან, ანუ უკვე დარბაზში ხარ ყველა, ხო შეკრებილი როგორც ვთქვი? დიახ, ჩვენ დილას ადრიანად ვიწყებთ და ადრიანად ვუდგებით, ესე რომ ვთქვათ, სპორტულ ჯანსაღ ცხოვრებას. გიორგი, მოკლედ, ჩვენი ფედერაციის ისტორიაზე რომ მოკლედ ძალიან მოკლედ, ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პოპულარული ორთაბრძოლა მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ერთ-ერთი ყველაზე ჯამთელი თან ყველაფერთან ერთად. სანახაობრივი ძალიან. რო მოგვიყვება. ჩვენ ფედერაცია საკმაოდ დიდი ისტორია აქვს უკვე 80-იანი წლებიდან დაარსდა ბატონი ავთანდილ მიქაძის მიერ. ჩვენი ფედერაცია, ანუ ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია მოიცავს საქართველოში ჯიუ-ჯიტსუს რამდენიმე მიმართულებას, როგორიც არის იაპონური, ანუ ტრადიციული ჯიუ-ჯიტსუ, ასევე ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ, სპორტული და თავდაცვითი ჯიუ-ჯიტსუ, რაც იგივე, ესე რომ ვთქვათ, ინგლისურად self-defense. ეს არის ექსტრემალურ პირობებში თავდაცვა ჯიუ-ჯიტსუს დახმარებით. ეს არა სპორტსმენებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ალბათ თავდაცვის ილეთების შესწავლა. იცი რა მაინტერესებს? მე მინდა ბატონ ავთანდილს მინდა ვკითხო, განსხვავება ჯიუ-ჯიტსუსა და თქვათ აი სხვა ორთაბრძოლებს შორის, იგივე კრავ-მაგა რო ავიღოთ, იგივე აიკიდო, არ ვიცი, აი რა არის სხვაობა, რითი გამოირჩევა ჯიუ-ჯიტსუ სხვა ორთაბრძოლებისგან? ჯიუ-ჯიტსუ ერთ-ერთი უძველესი საბრძოლო ხელოვნებაა, რომელმაც სხვათა შორის საფუძველი დაუდო აიკიდოს, ძიუდოს. თვითონ აიკიდოს და ძიუდოს ფუძემდებლები ვარჯიშობდნენ ჯიუ-ჯიტსუს. ჯიუ-ჯიტსუ არის უფრო სინთეზური, შეიძლება ითქვას, მოიცავს როგორც გდების ტექნიკას, რაც არის ძიუდოში, ასევე დარტყმის ტექნიკას, რომელიც არის კარატეში. კრავ-მაგად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ილეთები აღებული აქვს ჯიუ-ჯიტსუდან. და ჯიუ-ჯიტსუს უნიკალურობა იმით გამოირჩევა, რომ შესაძლებელი არის უახლოეს მოკლე დროში, ერთი თვეში, ორ თვეში სრულყოფილად ადამიანმა შეძლოს თავის დაცვა. რა თქმა უნდა, ოსტატობაზე რამოდენიმე წელი და ათეული წელიც არის საჭირო. მინიმალურ დროში ყველაზე ეფექტურად ჯიუ-ჯიტსუს ილეთები არის თავდაცვის. ამიტომაც არის ის პოპულარული როგორც ჩვენთან, ასევე მთელ მსოფლიოში. რამდენი წლიდან შეიძლება, ეგ მაინტერესებს ბოდიში. არა. რამდენი წლიდან შეიძლება რომ დაიწყოს ადამიანმა სიარული ჯიუ-ჯიტსუზე, აი ბავშვმა? ჩვენ გვაქვს საქართველოში სკოლები, დიახ და მიღება ხდება 5 წლიდან, იმიტომ რომ უკვე ბავშვი 5 წლიდან უკვე ყალიბდება და უკვე ეს ის დროა, როცა უკვე მან უნდა შეითვისოს სპორტული ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. გარდა ვარჯიშისა ჩვენ ჯიუ-ჯიტსუში ხდება ფსიქოლოგიური ვარჯიში, ფსიქოლოგიური საუბარი, ბავშვის ფსიქოლოგიურად მომზადება ცხოვრების სწორი წესის მიმართ და ყველანაირი ცხოვრებისეული ბარიერის დაძლევის ძალის პოვნა ადამიანში. ასე რომ ჩვენ ძალიან პატარა ასაკიდან ვიწყებთ და ყავს ასაკოვანი 80-85 წლის სპორტსმენებიც, ასე რომ მოვიცავთ ჩვენ ყველანაირ ასაკს 5-დან ზევით, ესე რომ ვთქვათ. რაც არის ძალიან მაგარი. გიორგი, მე მინდა ახლა გთხოვოთ, რომ ვინმემ გაგვაცნოთ ამინდის პროგნოზი და შემდეგ ერთ საათში კიდევ უფრო მეც ვისაუბრებთ ჯიუ-ჯიტსუზე. ამინდის პროგნოზი ერთ-ერთი ჩვენი სპორტსმენი თამარ ახალკაციშვილი გაგვაცნობს, თაკო. დილამშვიდობის საქართველო, ამინდის პროგნოზი ჩვენ წარმოგიდგენთ ჯიუ-ჯიტსუს გაკვეთილიდან. დღეს ბათუმში 16 გრადუსი, ხოლო ფოთში 15 გრადუსი იქნება. პლუს 14 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ზუგდიდში ჰაერით 13 გრადუსამდე გათბება. პლუს 10 გრადუსია ნავარაუდები ახალციხეში, ქუთაისში 14 გრადუსი სითბო იქნება. ლენტეხსა და ცაგერში პლუს 10 გრადუსია, ამბროლაურში კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. 11 გრადუსამდე გათბება ჰაერით ცხინვალშიც, გორში პლუს 12 გრადუსია ნავარაუდები. 10 გრადუსია სითბო თბილისში და რუსთავში 11 გრადუსია. უკაცრავად ვარჯიშობდი და სუნთქვა დამეყალა. 9 გრადუსამდე გათბება ჰაერით ელავში, სირნახში 7 გრადუსია, ხოლო ყვარელში 10 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი. წარმატებულ დილას მშვენიერი, არ ვიცი, ესმის თუ არა ახლა თაკოს ჩემი, მაგრამ მშვენივრად გაგვაცნო ამინდის პროგნოზი. 1 საათის დავუშვიდობოთ ჯიუ-ჯიტსუს დარბაზ. დილამშვიდობისა, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში.
და კვლავ დროა გავიგოთ როგორი ამინდი გვექნება. დღეს პირდაპირ ეთერში გვერდება საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ავთანდი უმიქაძე და პროფესიონალებში საქართველოს პირველი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ობოლაძე. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. რა ხდება თქვენთან, გახურდით უკვე? კი, აი გავხურდი და მიდის აქტიური მუშაობა, აქტიური ვარჯიში. ჩვენ პირველ ჩართვაში გოგონებიც ვნახეთ, ახლა არ მოჩანს კადრს უკან, მაგრამ როგორც ხედავ, გოგონებიც ჩართულები არიან და რამდენად რეკომენდირებულია ვარჯიშის თვალსაზრისით ჯიუ-ჯიტსუ. საკმაოდ დიდი ჩართულობა არის გოგოების მხრიდან და საკმაოდ დიდი ინტერესი, რადგანაც როგორც წინა ჩართვაში აღვნიშნეთ, ჯიუ-ჯიტსუს აქვს ორი საინტერესო მიმართულება. ერთი ეს არის როგორც სპორტული სახეობა და მეორე როგორც თავდაცვითი და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სოფლიოში ძალიან აქტუალურია და საქართველოშიც, რომ გოგოებმა შეისწავლონ ექსტრემალურ პირობებში თავდაცვა. ჩვენთან ვარჯიშით გოგოები ერთდროულად კავდებიან სპორტული ჯანსაღი ცხოვრებით და ასევე ისინი არიან მუდამ მზად ნებისმიერ ექსტრემალურ პირობებში და შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა და სწორი მოქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში. არ არის. ასაკი, რა თქმა უნდა, არ არის შეზღუდული, როგორც აღნიშნეთ, 5 წლიდან ზევით ყავს უამრავი როგორც სპორტსმენი, ასევე მოყვარული და ყოველდღიურად იზრდება ჩვენი რიგები. ჩვენ გვაქვს სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, თითქმის ყველა ქალაქში და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა იყოს ამ სპორტში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვაშოროთ ქუჩას და დავაკავოთ სწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძალიან კარგია და ერთი მებრძოლისთვის, აი ყოველდღიური ვარჯიშის მოცულობა რამდენი ხანია? საათნახევარი, 2 საათი თუ როგორ გრძელდება? თითოეულ ჯგუფს კვირაში აქვს ვარჯიში 3ჯერ, ვარჯიში გრძელდება 2-დან 2 საათნახევრამდე, მაგრამ ხშირად არის, რომ სპორტსმენები არ მიდიან და აგრძელებენ ვარჯიშებს. და ასე რომ ვცდილობთ, რომ იყოს საინტერესო თითოეული ვარჯიში იყოს განსხვავებული და ყველასთვის მრავლის მომცემი. ის რა მაინტერესებს, ბატონო ავთანდილს მინდა ვკითხო, თუ იგეგმება რამე ტურნირზე წასვლა ახლა ჩვენი გუნდის? ჩვენი სპორტსმენები თუ წავლენ რამეს? ვიჩნოთ, რომ ჩვენი ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია არის გაწევრიანებული საერთაშორისო ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციას. საერთაშორისო ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. ეს ერთადერთი ფედერაცია მსოფლიოში, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და მიმართულება აქვს ოლიმპიადის. რათა გახდეს ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოშიც რამოდენიმე ფედერაცია არსებობს ჩვენი ფედერაციის გარდა. ჩვენ ყველასთან თანამშრომლობთ და ყველას ვიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ, რადგანაც მხოლოდ ჩვენი ფედერაცია არის ოფიციალური, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთაც. რამდენადაც ის წარმოადგენს JJF-ის შემოკლebulად არის საერთაშორისო ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია მისი წევრი. აქვე მინდა აღვნიშნოთ, რომ ჯიუ-ჯიტსუ როგორც საბრძოლო ხელოვნება ერთადერთი სახეობა არ არის კარატე, ტაეკვანდო, რომლებიც არიან ოლიმპიური სახეობები და ეხლა უკვე მომავალში იმედი გვაქვს, რომ ჯიუ-ჯიტსუც გახდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, მე დავამატებ, რომ უამრავი ტურნირი იგეგმება, როგორც შარშანი იყო, ასევე წელს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო და საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ეროვნული ნაკრები ყოველდღიურად ემზადება იმისთვის, რომ ასახელონ ჩვენი ქვეყანა და მოუტანონ სამშობლოს მედლები, ესე რომ ვთქვათ, ოქროს მედლები. უახლოეს პერიოდში აპრილის თვეში ვაპირებს საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია მიიღოს ევროპის თასზე მონაწილეობა. ასევე ზაფხულში კიდე დაგეგმილი არის მსოფლიო ჩემპიონატი საბერძნეთში, სადაც საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ნაკრები ემზადება. და ასევე როგორც ბატონო გიორგიმ აღნიშნა, ჩვენ ყველა კატეგორიაში, ესე იგი ეს მოზარდებში, დიდებში, ვეტერანებში, ყველა ასაკში ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან კარგი. მე მინდა წარმატებები გისურვებთ. და ეხლა მინდა ისევ კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გაგვაცნოთ ამინდის პროგნოზი, ამჯერად ვინ აიღებს თავის თავზე ამ მისიას. ამჯერად ახალგაზრდებში, ფერადქამრებში მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ გუნია გაგვაცნობს ამინდის პროგნოზს. ნიკა, დილამშვიდობისა საქართველო, გიბრუნდებით ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციიდან და დღეს მე გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს.
დღეს ბათუმში 16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ფოთში 15 გრადუსი სითბო იქნება. პლუს 14 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში. ზუგდიდში ჰაერით 13 გრადუსამდე გათვევა. პლუს 10 გრადუსია ნავარაუდები ახალციხეში. ქუთაისში კი პლუს 14 გრადუსი. რენტეხსა და ცაგერში პლუს 10. ამბროლაურში 11. 11 გრადუსამდე გათვევა ჰაერით ცხინვალშიც. გორში პლუს 12 გრადუსია ნავარაუდები. 10 გრადუსი სითბო იქნება თბილისში. რუსთავში პლუს 11 გრადუსია მოსალოდნელი. 9 გრადუსამდე ჰაერი გათვევა თბილისში. გათვევა თელავში. სიღნავში 7, ხოლო ყვარელში 10 გრადუსი სითბო იქნება მოსალოდნელი. მადლობა, უღრესი მადლობა გემშვიდობებით და მინდა გისურვოთ წარმატებები და ყველა ტურნირზე ბევრი медали. დიდი მადლობა.